მოგესალმებით. გუშინ მოვისმინეთ ქართული ოცნების რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მხარდამჭერის ოლიგარქ ირაკლი რუხაძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა სავარაუდოდ ოცნების მხარდამჭერთა გასაძლიერებლად, გასამხნევებლად, რომ მას არავითარი სანქციები არ ემუქრება. დღეს მე მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა იმისა, რომ ის არის იდეოლოგიური აპარატის ხელმძღვანელი, რითაც ტარდება სისხლიანი რეპრესიები, ანუ იმედის, გარდა ამისა, ის არის ქართული ეკონომიკის წურბელა. იმიტომ რომ მთელი მისი ბიზნესები, რომელიც ბევრი ბიზნესი, რომელიც არსებობს საქართველოში, არის ჩართული უზარმაზარ სქემაში და სინამდვილეში რეგისტრირებულია დასავლეთ ევროპაში, კონკრეტულად ჰოლანდიაში და გარდა ამისა, მთელი მისი ეს კონგლომერატი ჰანევალ პარტნიორებით საბოლოო ჯამში რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. შესაბამისად, პირველი საკითხი რაც აქ არის, ის რომ ის დოლარი, რომელიც უნდა იქმნებოდეს და იდებოდეს ქართულ ეკონომიკაში, ბატონ რუხაძეს როგორც წურბელას მიაქვს ჯიბეში და მიაქვს საქართველოს საზღვრებს გარეთ. მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ის რეგისტრირებულია ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში მისი ბიზნესები, როგორც არის ჰოლანდია და დიდი ბრიტანეთი და ის თავად ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობას. შესაბამისად, აი მაგალითს გეტყვით, ტელეკომპანია იმედი, შუამავალი კომპანია, შემდეგ კომპანია, რომელიც არის რეგისტრირებული ჰოლანდიაში და შემდეგ მთავარი დედა კომპანია, რომელიც რეგისტრირებული არის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში. ჩვენი ამოცანა არის და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვიმუშაოთ ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან და სამართალდამცავ უწყებებთან, ისევე როგორც ვიმუშაოთ დიდი ბრიტანეთის საგადასახადო, პოლიტიკურ და სამართალდამცავ უწყებებთან, ანუ სასამართლოებთან და ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ საგადასახადო უწყებებთან, იქიდან იმისთვის, რომ პასუხი მოუთხოვოთ ბატონ რუხაძის, აი იმედის, როგორც მთავარი რეპრესიული პროპაგანდისტური მანქანის მფლობელობასა და მართვასთან დაკავშირებით. მე მოუწოდებთ, დღეს მოუწოდებთ ჩვენს დიასპორებს ნიდერლანდებში და ინგლისში, რომ იმუშაონ ჩვენთან ერთად და რაც მთავარია, იმუშაონ საგადასახადო სასამართლო უწყებებთან ნიდერლანდებსა და ინგლისში. ჩვენ მუშაობთ უკვე ნიდერლანდებისა და ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რომ ირაკლი რუხაძეს აი ამ სქემისთვის, რომლის საბოლოო ჯამში ერთ-ერთი კომპონენტი არის რეპრესიული მანქანა, იმედისა ვაგებინოთ პასუხი სანქციების მეშვეობით.